საქართველოს პროკურატურამ ქონების მიმთვისებლები დააკავა დაკავებულ ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ბოლღაშვილი და მთავარი ბუღალტერი გელა ჯანიაშვილი. მათ ბრალად დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება გაფლანგვა ედება. დაკავებული სახელმწიფო მოხელეები ყავს საგადასახადო დოკუმენტებს ამზადებდნენ და ინსტიტუტის ტერიტორიაზე სამეცნიერო საქმიანობის ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდნენ. მოსავლის რეალიზაციით მიღებულ თანხებს კი ითვისებდნენ. მათ მიერ მითვისებული და გაფლანგებულია დაახლოებით 2,100,000 ლარის სახელმწიფო ქონება. დამნაშავეებმა თანხის დიდი ნაწილის ლეგალიზება მოახდინეს და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ობიექტები შეისყიდეს. მათი დააკავება პროკურატურის, კონტროლის პალატისა და განათლების სამინისტროს მიერ გატარებული ერთობლივი ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოხდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იკვიტანილებს 11 ლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აუდიტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევანაკლოვანებები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად და არამარწმუნიერად გამოყენებას. კერძო საქმე შეეხება სამეცნიერო მიზნით გამოყოფილი სახელმწიფო საკუთრების დაახლოებით 3,000 ჰექტარი მიწის პარტოების გამოყენებას სამეცნიერო სამეწარმეო საქმიანობისათვის, რომელსაც იყენებდა ხელმძღვანელთა ჯგუფი. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია ბოლღაშვილი და ჯანიაშვილის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 2,100,000 ლარის მითვისების ფაქტი. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ჯანიაშვილისა და ბოლღაშვილის მიერ ლეგალიზებულია და შესყიდულია სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის მიწები.